ბიჭო, საბოლოო ჯამში ესეც შეხედო. ეს აფერისტი მწვნელებით. ყველა სახში წავიდა რა. იმენა აფერისტები შეჭა. ბიჭო, რა გინახ, ნახე. მარტინეს ივაჯვით, მაგრამ ნახე ცოტა დავიცვათ. ხა ბელგიით. ბიჭო, ის ბელგია იძახი იძახი. ბიჭო, რა გუნდი იყო შეჭა. ხო და გააგდო, ეხლა მე ბრაზილია გააგდო, იაპონია გააგდო, ძლიერს ხარებასთან. არა, რა არის, ანუ მესამე ბრაზილიასაც ინგლისს მოუგო ორივე თამაში. ინგლისი. არა, გავიგე, ახლა ვიღა დარჩა. ინგლისს მოუგო ერთი თამაში. ბიჭო, ყველაზე მაგარ ნაკრებთან. ეხლა მოდი შევეღებ. კატო, ყველაზე მაგარ ნაკრებთან წააგ. ეხლა მოდი გადავხედე. იყო თუ არა? კი ბატონო, მაგრამ ეხლა მოდი შევაფასო ჩემი ნათქვამი რა. ინგლისს მოუგო ორივე თამაშიო შეჩემა. ერთი იყო მესამე ადგილისთვის თამაში, რომელიც ყველაზე ეკიდა ინგლისს, იმიტომ რომ შოქში იყვნენ ნახევარფინალი წააგეს ხორვატიას, რომელიც უნდა მოეგოთ და ყველაზე ეკიდა ის მესამე ადგილისთვის თამაში. და პირველი თამაში ინგლისს მოუგო ისე რომ ინგლისს წაგება უნდა შეჩემა იმ თამაშის და იასნია რომ მოუგებდა. ზალი წააგო ინგლისმა ხო ის თამაში რომ აუ ინგლისს არ დონია შეჩემა არც ერთ თამაში. გავიგე. უკეთეს ბადეში მოხდარ იყვნენ. იმენა ძალი წააგეს ის თამაში. ანუ ინგლისს ორი თამაშიდან ერთი მოუგეს ისე რომ ინგლისმა თვითონ წააგო. ხო, მაშინ ამათაც უნდა წაგება. ბელგიას ატოლ უნდა მან წაგება. არა, ჩვენ ხეცები ვართ. არა, მოიცა, ბელგიას უნდა მაგ ლოგიკით. არა, არ უნდა. არ უნდა. ხობოდა თამაში შეჩემა, არ გახსოვს თამაში. არა, ეგრე ძალი წააგო ინგლისმა, ბიჭო. იმენა ძალი წააგო. ბელგიასაც უნდა წაგება. ხო და ბელგია მოიგო ფაქტია, ამათა ძალი წააგეს. ხო, მაგრამ ვიღაცა მოიგებდა, ეხა ორივე ხوار წააგებდა. ბიჭო, ეს ინგლისის შემადგენლობითაც გამოვიდა, როგორ შემართებით ზაც ითამაშეს, აშკარად ძალი წააგეს და ბელგიამ ითამაშა მოიგო ბელგიას. არ ვარ დარწმუნებული, მაგ ინგლისმა ძალი წააგო, იმიტომ რომ წააგო ისე მე ბელგიას გამოისვა ტრაქში ხორვატია. შენ თამაში ბიჭო. არ გახსოვს ის თამაში ძალი წააგეს. სუდი გუნდი იყო შეჩემა ეგ ინგლისი. მაგვაიერის გავიდნენ შვედეთთან, თო. გადიოდნენ იმაში, არავის არ შეხვდებოდნენ, ისეთ ბადეში გადიოდნენ და ბელგია გავიდა ბრაზილიას აფრანგეთებს და უბედურებაზე შეჩემა. არ გახსოვს ძალი წააგეს ის თამაში. არ ვიცი ხო, კაი. იაპონიას მოუგეს ძლიერს შეჩემა, იაპონიამ ძალი წააგო ეგეც. 2-0-ს უგებდნენ და 3-2 დააკამბეკებინეს და კონჩეტოვას დააჭერინეს თავი და ბრაზილიამ გადაუარა ამ ბელგიას და პროფესორ არ გაუმართლა რომ გოლი ვერ გაიტანა და ბელგია მერე გაუტანა მოუგო 2-0-ს უგებდა ეს ბელგია გინდა გავიგე მაგრამ ბრაზილიამ მაგრაჯობა მარტინესი წვნელის კონტრიბუცია რაც შეიძლება მანდ იყოს ვერაფერი ვერ დავინახეთ მაგით და ბიჭო ოღონ არ დაგავიწესო ეს არ არის ისა რაღაცა იმისი მარკ ვილმოტსის და ბარტ გოლორის ბელგია არ იყო სასწაული გუნდი იყო ბიჭო ეგეთ ფეხბურთელები ბელგიას ვაყავდა ბევრ ქვეყანას გეტყვი არ ვაყოლია მაგრამ ტექსტში ვილმოტსი იყო ისევ ევროში არ მახსოვს მე მგონი 16-ში გააგდო უელსმა ხო 16-ში მარტინესი მე მახსოვს რომ ვილმოტსი 14-ში ნახდა ვილმოტსი იყო აი ვანი 16-ში ვილმოტსი არ მახსოვს ნახოთ მეცა ბიჭო მაგრამ კარგი შეჩემა უსენდი შოუ იყო არგენტინას არ ყოლია ეგეთ შემოდგომობა ამ წლებში ბელგიას ვაყავდა არგენტინას არ ყავდა ეგეთი გუნდი მესის და დიმარიას თუ არ გამოვაკლებდი ახლა ტიპებს რა შემოდგომობა ყავდა შეჩემა დებრუინი და აზარი თამაშობდნენ დაფარინავდნენ იმ პერიოდში და დაცვა იყო საოცარი კურტუა კარში არანორმალური გუნდი იყო შეჩემ. აბე ვილმოტსი იყო. ანუ მარტინესი იყო როდემდე? შემდეგ სოფლიო ჩემპიონატი იყო. ფაქტია რომ ძალიან მაგარი ბელგია ვერაფერი ვერ მოიგო შეჩემ. მესამე ადგილზე თამაში მოუგო ინგლისს. არა, ხომ არა, მაგ სოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე კარგი ბელგია იყო 18 წელს და მაგ სოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთმა მოუგო, იმიტომ რომ უკეთესი გუნდი იყო პროსტა რა. ხო და მაგ ბელგიას ვინმე რამე თუ უნდა მოიგო საფრანგეთისთვის, ხო? თუ ამბიცია გქონდათ. იქამდე შეჩემა თუ ეგეთი მაგარი ბელგია იყო, ვილმოტსმა ვაფშე უელსთან გააგდო. რავი, მე ვილმოტზე ამე ახლა. ვილმოტსი ბიჭო ვაფშე მწვნელი არ არის, ეს მწვნელი არა, აფერისტი არის, ის ვაფშე მწვნელი არაა შეჩემა რა, მაგ ვილმოტს. არ გეჩვენებო რა ეგეთი ტიპები. აფერისტი. არა, ალე მიდიან იმაში რა სანაკრებოში. აი ხა. ხო, რა დროზე არ დაიწვა. უიგანი ის არა ქვია ევერტონი და ხალხს ნაკლები დრო ქონდეს რომ მიხვდეს რომ ეს აფერისტია. იმიტომ რომ ბოშმა ვერ მოასწრო. ხო, აი შანსი, იმან ხე ეპიკური მიჯმამოჯმა ქონდა იმაში. ვილაშ ბოში სასწაულები აკეთა და მაგიტო. ვილაშ ბოშმა რეევიც აკეთა, ხა იქ მაგას ვერანაირად ვერ შეფუთავდი და დამალავდი და. ეს ეხა რაღაცა ევერტონში ცოტა ისე იმას, ხა ეგ გაიცა ნაკრებში შვი თამაში ახლა შეიძლება ერთი წააგო და გითხან რომ ყოჩა კაი ბიჭი ხარ მაინცოდა. იმენა აფერისტები ჩემპიონატი იყო, რო გადახედო შეჩემა ამ ჩემპიონატზე. რამდენი აფერისტი მწვნელი იყო? ყველა სახში რუდი გარსია აქ. რუდი გარსია დარჩენილი. რუდი გარსიას ვერ ვამბობ, რუდი გარსიას არ გამყავს მაქსიაში. დაჩიკი ამბობდა იმას, რომ არ გამყავს მაქსიაში. კაცი ლილით არის საფრანგეთის ჩემპიონი შეჩემა. ანუ რავი აფერისტი რუდი გარსია არ გვევასება, იმიტომ რომ პარიზში ნაპოლიში არ იყო კარგი და კვარას სპონჩი არ გვევასება თორე. როგორც მწვნელი აფერისტი აქტივი არ არის. მარტინესისგან განსხვავებით, ბიელსასგან განსხვავებით. ბიელსა გენიოსია, ქაღალდებში, ეს ქაღალდებში გენიოსია. თავს რომ ამოყობს ამ ქაღალდებიდან და მოედანზე რო გადის, არის რავი შეჩემა. ჩემზე ცუდი მწვნელი არის მე მგონი, იმიტომ რომ რავი ხა ჩემზე
ორჯერ მეთქი. ორით მეტი ტიტული აქვს. ბიელსას კარიერაში მოგებული. აი მე და ბიელსა რო შეგვადარო, ორით მეტი ტიტული აქვს იმას მოგებული. ჩემპიონობაზე კი არა, მაგრამ ორით მეტი ტიტული პროსტა 1000 ტიტული აქვს, ორით მეტი შეჩემ. ჩემზე. არა, მაგის დერბებს თუ ჩავთვლით, ეხლა ვაფშე ბიელსა ტრაქშენოზე გამოსულა შეჩემ, არა. ვინის სანიოლზე რატო არის აფერისტი? ბიჭო, სანიოლზე ნახე რატო ვერ ვამბობ ბოლომდე მაგას, იმიტომ რომ სანიოლზე ხა შეიძლება არ იყო წარმოდგენების რაღაცა სასწავლელი ტაქტიკოსია, მაგრამ საქართველოს ნაკრების მწვრთნელია. აფერისტობა ცოტა იმისთვის უნდა კალაზე 1-11. ა? კალაზე 1-11 ტიტული აქვს. შენა ტიტული გაქვს. დანკა რა. აბა? YouTube-ის ნაკრები მოგებული მაქვს. შეჩება. შენზე აქვს 11 ტიტული, ბიჭო. ბიელსას. მარტინეს და შენ ერთნაირად გაქვთ, ხო? მარტინეს აქვს. რა აქვს მოგებული? ვიგანთან მოგიგო 1000 შეჩება. მეტი არაფერი. შენ YouTube ლიგა აქვს მოგებული. ისო ბელგიის ნაკრების ტრენერი იყო შეჩება ბახოლო. შენ ბელგიის ნაკრებში ჩაებარემია ჩემთვის ბასტოს მაგერად დებრუინ როკოლოდა შეჩება და ქოროს მაგერად აზარი. აბა. არა, უეჭველი საფრანგეთსაც დავატოვე. კომპანი სასა რა გუნდი იყო ბიჭო ალდერვეირელდი ვერტონგენი ვერმალენი კომპანი ეს იყო დაცვა ალდერვეირელდი კომპანი ვერტონგენი ვერმალენი ეს 4-ეული შეჩემა არა ხა ყველა ერთად არ იყო როგორ არა იყო ერთი პერიოდი იყვნენ ეგენი ამბავია შეჩემა 18-ში არ იყვნენ ეგენი ერთად ყველა ერთად სამცველზე თამაშობდა ხოლმე 11 მატჩი მუნიე და ის იყოლებოდა მუნიეც იყო ხო 2018-ში მუნიე იყო ბაზარი არა ალდერვეირელდი უკვე ცენტრში თამაშობს მან რა ნუ და 2018-ში მუნიე ვერტონგენი კომპანია ალდერვეირელდი გატანილი მუნიეს ინგლისთან გაიტანა მე მგონი და მარცხნივ ხან ნასერ შადელი იყო ხოლმე ხან ჯორდან ლუკაკუ იყო ხოლმე ხან დეპუკიც იყო რა შედეგი არის რა ჩემ მაგ ბელგიითაც კი ხო და აი ბელგია ცუდად შევა ესე ჟღერდეს აი ბელგია არა ცუდად ძალიან მაგარი გუნდი იყო კაც ფავორიტი იყო რა ანუ ტოპ 3 ფავორიტში იყო და შეიყვანა რა მაგ ტოპ 3-ში მაგას ვამბობ რა იმაზე მეტი ვერ მიცა მაგრამ ბევრი ტიპი შეიძლება მაგანაც ვერ გაიყვანა თქო მაგას გულისხმობ ეხა ეგრე ყოველთვის შეიძლება თქვა რომ ვიღაცა შეიძლება აქამდე ვერ მოსულიყო მაგრამ რეალურად ეხა მე აქტივში ვერ ჩაუთვლიდი რა ამ ბელგიით ეხა იმაზე რა ქვია პასივში ჩასული არ არის გავიგე პასივში არ უთვლი მაგრამ ამ ბელგიით თამაშების მოგება სადაც ერთხელ ერთმა გუნდმა ტრაქში გამოისვა და პროსტა არ გაუმართლა რომ წააგო ბრაზილიამ იაპონიამ ფაქტობრივად ძალით წააგო შეჩემა და მოუგეს ორი თამაში ინგლისს რომელთაგანაც ერთი მესამე ადგილისთვის იყო და ლეზეკი და ინგლისი და მეორე წაგება უნდა და ძალით რავი შეჩემა ეხა მესამე ადგილისთვის ბრძოლა ინგლისს არ ეკიდებოდა ჩემ აგა ლეზეკი კაი შეჩემა აგა ლეზეკიდაც ყველაფერი ბელგიაში არ ეკიდა სოფლო ჩემპიონატი ორი თამაში თამაშა ბელგიამ თავარი ჩემპიონობა მაგდონეზე და როცა ხორვატიასთან მოგებული იყო და ხორვატიასთან წააგო მე 400-ზე იყვნენ ნახე ბიჭო კურტუა ალდერვეირ აი მოიცადეთ მეკარეები ვინ იყვნენ მაგ ბელგიაში კურტუა მინოლე და კოენ კასტელს გაიტანა გოლი შეჩემე ხორვატიასთან კურტუა მინოლე კასტელსი ესენი იყვნენ მეკარეები გავიგეთ ალდერვეირ და ვერმალენი კომპანი ვერტონგენი მუნიე ბოიატა დენდონკერი, ნუ ესენი კიდე ყველა ცუდი ტიპები და ესენც ცუდი ფეხბურთელები ეხლა მინატერდა ბელგია ამათ. ვიცელი, დებრუინი, ფელაინი, კარასკო, ტორგანაზარი, ტილემანსი, მუსადემბელე, შადლი, ლუკაკუ, ედენაზარი, მერტენსი, იანუზაი და ბაჩუაი. რავი, სოფლიო ნაკრებია ამის თუ. არა, ბაზარი არა. და ამ გუნდით ეხლა რავი. ყველაზე კაი ნაკრებია სახელებით მაგ მუნდიალზე საფრანგეთის მერე, ჩემი აზრით. ხო, სასწაული გუნდი იყო შეჩემ. სასწაული გუნდი იყო. გრიზმანი და აფერისტია ეს მარტინესი უმტიტის გოლი წავიდა საფსიგილი ხო მოუგეს თან უმტიტი გოუთია ვერაფერს ვერ იტყვი უმტიტი რაგენა ხაცი უმტიტი ვარანი ყავდათ ხო ნახტომეზე ერთმა მეოთხეფინალში გაიტანა და ერთმა ნახევარფინალში უმტიტი მე დაამთავრა უმტიტი ფაქტობრივად ვარანიც მალევე კაროჩე ის არის რა ყველა აფერის ტრენერი წავიდა სახში უამრავი იყვნენ კუმანი ნაგელსმანი არა აფერის ტრენერი მაგრამ ნაგელსმანს ისაჯვამდა ყველგან ამუშევარია აი ანუ სად უნდა წავიდეს ხო და ნაგელსმანს აკრიტიკებდა ის მე ზამერმა გააკრიტიკა მაგ გერმანიის ნაკრებს ვერ უშველი და ვერა ბიჭო არა ნახერაზე ამბობდა ხორეცკა მართლა არ დაარტყა პენალტი ხო არა ნახერას ამბობდა მე მგონი ზამერმა თქვა შეიძლება მეშლება მაგრამ ნუ ყოფილი ფეხბურთელი იყო რა შუა მათეუსი იყო ნაგელსმანს თურმე კაროჩე არ უქნია როგორ რაღაცეები იცი რაც მე ვერ წარმოვიდგინა რომ მაგალითად შარშან დეშამი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ჩავიდა ამერიკაში
და დაესწრო თამაშებს, რომ შეესწავლა კლიმატი როგორია, ამინდები როგორია, სიცხე როგორია, თავის თვითონ რა ენახა ეს ყველაფერი თამაშები. ამას დაეზარაო, არ წავიდაო. არ დადიოდაო თამაშებზეო. ფეხბურთელების რა, ენახაო ვიღაცები. არ დადიოდაო მეტოქეების თამაშებზეო. ფიზიკურად არ დადიოდაო რა, ანუ დაეზარებოდაო რა. მაგრამ მათეუს მოილაპარაკა ანზამერ მარმახს. მაგრამ აი ისეთ რაღაცეები დააბრალა ტიპს, რომ მე ვფიქრობ, რომ თურმე დეშამი, რომელიც ამდენი წელია საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელია, ის თუ აკეთებს ამას, ნაგელსმანი, რომელიც გავიგე რა, კაი ცნობილი ტიპია, კაი ტიპია, რაღაცა, მაგრამ გამოუცდელია ამასთან შედარებით ბევრად, ხო? არაფერი ეგეთი არ გააკეთაო და ლოგიკურია, რაც მოხდაოდა ბოლო ჯამშიო რა. ლოგიკური ის მიიღო დასასრულია. სხვა პრობლემები აქვს ხა. კუმანი შეჩემ აფერისტი გავარდა, ისა, ბიელსა აფერისტი გავარდა, რანგნიკი აფერისტი გავარდა. იმენ ერთმანეთს მიიყვნენ შეჩემ. ყველა. კიდე ვინ იყო? კიდე იყო ვიღაცა. ჯგუფში ჩარჩა ვიღაცა. აიცა ვინ იყო? პანამა არა, უზბეკეთი არა. ბიელსა ხო? ხო, ბიელსა კი. კანავარო ჩეჩემა რა ჩემ ფეხების ტრენერია კანავარო. რა უზბეკეთი ღირსებიან კაპაძე რომ მოხსნეს. ტუნისის ტრენერის ისე. ეგენი იყო. ლოპეტეგი შეჩემ. ლოპეტეგი გამოისვეს და 6 ტონი მოუგო კანადამ. არა, ლოპეტეგი ძალიან ცუდია. ლოპეტეგი. აი ყველა აფერისტი კაცი ვინც არის. აი 7 ტრენერი რომ მოძებნო ამ ჩემპიონატზე, აი ეს არის. აფერისტი ყველა სახშია უკვე. ძალიან კაი. დარჩენ ნამდვილი მწვრთნელები. ნუ ერთი ნამდვილი მწვრთნელებიდან კარლო გავარდა ადრე ცოტა დანარჩენი. დეშამი ძმაო. რამდენიც ამ აკრიტიკო ხარ ეს დეშამი? არა, ვაკრიტიკო რომ ასაურ შედეგები აქვს ამ საფრანგეთთან. ევროპის ჩემპიონატზე აკრიტიკებ. გინდა ხარისხის გამო და ეხა ნუ ძალიან მაგარ ფეხბურთს თამაშობ. ბატონო.